სალამი მეგობრებო, ეხლა გამოვედი დეტოქს კლინიკიდან და რაღაც გაზიარება მინდა თქვენთვის. მოკლედ ჩვენთან ზოგადად დეტოქს კლინიკაზე რაღაც ეგეთი მიდგომა არ გვაქვს, ანუ ადამიანი მოდის და რაღაც ლომკას მოუხსნი და სულ კარგად ბრძანდებოდი, ანუ ეგეთი მიდგომები არ გვაქვს, იმიტომ რომ არც მუშაობს. ჩვენთან დეტოქსიკაციასთან ერთად თერაპია მიდის, წერითი დავალებები გვაქვს ბენეფიციარებს, რამდენად შეუძლიათ, მოკლედ დაწერონ. პლუს კლინიკური ფსიქოლოგი მუშაობს, ფსიქოთერაპევტი მუშაობს, კონსულტანტები მან გვაქვს. და დღეს ერთი კარგი მომენტი იყო, აი ამ მომენტის თქმა მინდა თქვენზე მოყოლა. მოკლედ დავალებას კითხულობდა ბენეფიციარი, მე უსმენდი და მან ბოლო კითხვა არის ეგეთი, რა მოგცა მოკლედ კლინიკაში მოსვლა. და ერთადერთი სიტყვა ეწერა მეგობრებო, ეს სიტყვა იყო გადავრჩი. და ეს გადავრჩი რაღაც ისე ემოციურად თქვა, რომ რა მაზეც იმოქმედა, ჩემზეც იმოქმედა. რომ თითქოს ეს ერთი სიტყვა იყო, მაგრამ რა ვიცი, ალბათ ერთი 85 ფურცელს დაწერდა ადამიანი, აი ეს ერთი გადავრჩი. და მე რაღაც ოყვა ისტორიები, ანუ მეგობარი მომიგდა მეტადონისგანო. ევროპაში მეორე მეგობარი დამეღუპა. მოკლედ ნათესავზე ყვებოდა, რომელიც ფსიქიატრიულში დღემდე არის კონკრეტული რაღაც ნარკოტიკისგან, ალფა-პეპესგან და რაღაც თავისთავად თქვა, რომ აი მე გადავრჩი და მადლიერი ვარ ამისიო და რა მომცაო. ზუსტად ეს მიცა, რომ გადარჩა. არ მოგდა თვითონ. ამიტომ მეგობრებო, მე ყველას გისურვებ, ვინც ეს ამ დაავადებას ებრძვით, რომ გადარჩეთ. იმიტომ რომ ყველაზე რაღაც მნიშვნელოვანი დაუფასებელი რა იყო და დასაფასებელი რაც არის, ალბათ ჩვენი სიცოცხლეა, ხო? და თუნდაც დაუფასებელია, ალბათ არაფასებს კიდევ იმ დონემდე დამოკიდებული ადამიანი, როდესაც მოხმარებაშია, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც არ ვიცი, ალბათ ვერც ერთი თეთრი და ვერც ერთი დოლარი და მილიონი ვერ იყიდი. მე გისურვებთ მეგობრებო, ყველა ჯანმრთელობას გისურვებთ და გახსოვდეთ, რომ ერთად ყველაფერს შევძლოთ. ერთად ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და ერთად შეგვიძლია რაღაცები ცვლილებები დავიწყოთ. და ეს ცვლილებები უკვე ძალიან მახარებს, რომ აი ესე მასიურად იგრძნობა. უკვე 10,000 გამომწერზე მეტი ყავს ამ ჯგუფს და იმატებს ყოველთვის. დიდი მადლობა რომ ისმენთ მეგობრებო, მე გისურვებთ ყველას შვიდ და პროდუქტიულ დღეს.